წუთებში კი პოლიტიკური პარტიები პრეზიდენტის წარმომადგენლებს ხვდებიან, მხარები იმ დოკუმენტზე უნდა შეჯერდნენ, რომელმაც ქვეყანა ახალ არჩევნებამდე და პოლიტიკური კრიზისის განმოხტვამდე უნდა მიიყვანოს. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ის 20 იანვარს უკვე ვაშინგტონში ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება. ნინო ბალანჩივაძე მოგვიყვება მეც დღეს გამართული შეხვედრის შესახებ. ნინო, თუ არის ცნობილი რა იქნება ამ დოკუმენტის მთავარი პრინციპები? უკვე 1 საათზე მეტი რაც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს შეხვედრა. სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლები ხვდებიან როგორც პროდასავლური ოპოზიციური პარტიების წევრებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და დღეს მსჯელობის ერთ-ერთი მთავარი საგანი იქნება ცხადია არჩევნები, ახალი არჩევნები, რომელიც უნდა ჩანიშნოს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა და ის დოკუმენტი, რომელსაც ჩვენ ალბათ დაახლოებით რამდენიმე დღეში, უახლოეს დღეებში ვნახავთ, გასაჯაროვდება და სადაც გაწერილი იქნება პუნქტები თუ როგორ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები ქვეყანაში ისე რომ არ განმეორდეს 26 ოქტომბერი და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა ვერ შეძლოს ქართველი ხალხის ნების მიტაცება და არჩევნების გაყალბება. ჩვენ ამ შეხვედრებს ვადევნებთ თვალს აქტიურად ბოლო დღეების განმავლობაში, თითქმის ერთი თვის განმავლობაში, როდესაც ოპოზიცია კოორდინირებულად ხვდება ერთმანეთს, საუბარი არის ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მათ შორის ახალი არჩევნების ჩანიშვნასთან დაკავშირებით. გუშინაც იყო ეს შეხვედრა და გუშინ უკვე დაზუსტდა გარკვეული დეტალები, მათ შორის ამ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, საარჩევნო გეგმასთან დაკავშირებით, დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გასაჯაროვდეს რამდენიმე დღეში. პარტიებსაც ჰქონდათ შიდა მსჯელობა და დღეს უკვე ამ ყველაფერსთან ხედვას თითოეული პარტია ერთმანეთს გაუზიარებს. ამ ხედვაზე ისაუბრებენ მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და შეეჯერდებიან საბოლოო ვარიანტზე იმ დეკლარაციისა, რომელიც გასაჯაროვდება, როგორც უკვე გითხარით, უახლოეს დღეებში. მთავარი და მნიშვნელოვანი, რაზეც პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პრეზიდენტის წარმომადგენელი თანხმდება არის ის, რომ ცესკოს რეორგანიზება უნდა მოხდეს, ახალი ადმინისტრაციის პირობებში უნდა ჩატარდეს ცხადია ახალი არჩევნები, რომელიც უნდა ჩაინიშნოს სულ მალე ქვეყანაში იმისათვის, რომ პოლიტიკური კრიზისი აღმოიფრქვას და ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან დამოუკიდებლად უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები და არ უნდა იყოს ზეწოლა არც ერთ ამომრჩევლაზე. გარდა ამისა, ჩვენ ასევე გუშინ ვიცით, რომ ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ იმაზე, რომ მათი სრული მხარდაჭერა ექნება საჯარო მოხელეებს და ისინი მოუწოდებენ მათ, რომ მიიღონ გადაწყვეტილება და დატოვონ სამსახურები და არ ემსახურონ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს და გარდა ამისა, დღესაც იქნება ამაზე მსჯელობა და გუშინ შეხვედრაზეც იყო, რომ უნდა დაისაჯოს სანქციებს გულისხმობ ამ შემთხვევაში ყველა მოძალადე მოსამართლე, რომელიც იღებს უკანონო გადაწყვეტილებებს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. ჩვენი ამოცანა არის ის, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაცია მთლიანად უნდა შეიცვალოს, იმიტომ რომ ის ორგანო, რომელიც პირდაპირ იყო კავშირში გაყალბებასთან, მოპარულ არჩევნებთან, ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი. მეორე საკითხი დგას, ცხადია, ელექტრონული არჩევნები იქნება ეს თუ იქნება ძველი სტილით, თუმცა აქაც კითხვები შესაძლებელი არის. ჩვენი პოზიცია არის, რომ ელექტრონულ არჩევნებს აქვს თავისი მინუსები იმ ნაწილში, რომ რუსული ჩარევები როგორი იქნება არ ვიცით და არ შეგვიძლია სპეკულაცია გავაკეთოთ წინასწარ, მაგრამ ამისი ბევრი ფაქტი არსებობს თუ როგორ სადა რუსეთთან ჩარევა ელექტრონულ არჩევნებზე. დობის საკითხში საზოგადოებას ნდობა ნაკლები აქვს. სწორედ ამიტომ გრძელდება ეს შეხვედრები, რომ ჩვენ ეს ნაწილიც ერთობლივად უნდა გავიაროთ და საერთო პოზიციაზე ჩამოყალიბოთ. ჩვენ პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობთ ერთად, პარტიები, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, პრეზიდენტთან ერთად. გვაქვს ძალიან კონკრეტული ამოცანა, ახალი არჩევნები. თქვენ იცით, რომ პრეზიდენტი ახლა მიდის ამერიკაში და ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია მთლიანად ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ის არის აღიარებული ლეგიტიმურ წარმომადგენლად იმ ხალხის, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის და ევროპისთვის და ჩვენ ყველა საკითხი, რაც სამუშაო რეჟიმში საჭირო არის, ამაზე ერთად თანამშრომლობთ. პროდასავლური ოპოზიცია, 4-ვე კოალიცია ვიქნებით ერთიან ხაზზე მათ შორის არჩევნების მოთხოვნის ნაწილში, მათ შორის პოლიტპატიმრების გათავისუფლების ნაწილში და საქმე საუბარი დისკუსია შეეხება სწორედ იმ მეთოდებს, როგორ უნდა გავაგრძელოთ ამ მიმართულებით მუშაობა, მათ შორის ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. იგულისხმება საერთაშორისო ვიზიტები, პრეზიდენტის ყოფნა ვაშინგტონში და ასე შემდეგ. შეხვედრა ეხება იმას, რომ ზეპირსიტყვიერად კიდევ ერთხელ გავიაროთ საკითხები, შევთანხმდეთ. ჩვენ წარვადგინეთ ჩვენი ინიციატივები, რომლებშიც არის სხვადასხვა პუნქტები, რომლებიც გამიზნულია იმისთვის, რომ საარჩევნო გარემო შეიცვალოს ჩვენს ქვეყანაში და აი ამ გაჯანსაღებული გარემოთი მივიდეთ არჩევნებამდე. ქვეყანაში არსებობს
არსებული 6 უწყების ხელმძღვანელობა შეიცვალოს, პოლიტიკური კონსენსუსის გზით იქნას არჩეული მოწყობების პოლიტიკურად ნეიტრალური ხელმძღვანელობა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ასევე რა თქმა უნდა საარჩევნო ცვლილებები, რომლებიც ემსახურება საარჩევნო გარემოს გამთლიანებას. არჩევნები უნდა ჩაატაროს აუცილებლად დამოუკიდებელმა საარჩევნო ადმინისტრაციამ, არა მარტო CSKOM, არამედ ყველა ქვემორე საარჩევნო კომისიებიც უნდა იყოს, რა თქმა უნდა, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, რასაც ამ საარჩევნო ადმინისტრაციაზე, რომელმაც ვითომ ეს არჩევნები ჩაატარა, ამაზე ვერ იტყვით, ამიტომაც ამისგან ფუნდამენტურად განსხვავებული, დამოუკიდებელი და ჭეშმარიტად პირუთვნელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა იყოს. დღევანდელ შეხვედრაზე ასევე საუბარი იქნება ბრძოლის მეთოდებზე, რომელსაც გამოიყენებენ პროდასავლური ოპოზიციური პარტიები, როგორც ქვეყნის შიგნით და ასევე ქვეყნის გარეთ. ჩვენ ვიცით, რომ საერთაშორისო პარტნიორები, ცივილური სამყარო არავინ არ აღიარებს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ლეგიტიმაციას და ოპოზიციის წარმომადგენლებს აქვთ მუდმივი ახლო კომუნიკაცია პარტნიორებთან, აქვთ ინფორმაციები იმასთან დაკავშირებით, რომ კიდევ უფრო მკაცრი გადაწყვეტილებებისთვის ემზადებიან პარტნიორები, როგორც ევროკავშირიდან, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და მათ შორის ჩვენ ვიცით, რომ ინაუგურაციას დონალდ ტრამპისა 20 იანვარს დაესწრება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ვინაიდან მას ექნება მაღალი რანგის შეხვედრები. შეხვედრა, როგორც უკვე გითხარით, ამ წუთებშიც მიმდინარეობს, 1 საათზე მეტია. სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლები, ოპოზიციის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციები არიან შეკრებილები და მთავარი საკითხი არის ის ახალი არჩევნები, რომლის ჩატარების გადაწყვეტილებას და დანიშნვის გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოს ბიძინა ივანიშვილმა და ასევე ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და ის გეგმა, თუ რა გეგმა აქვს ოპოზიციას იმისათვის, რომ კრიზისიდან გამოვიდეს საქართველო და რა იქნება უკვე შემდგომი ნაბიჯები ოპოზიციური პარტიების მხრიდან, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.